საღამშვიდობის 5 სექტემბერს BMG TV-ზე საქმის კურსის ეთერში ვაჯამებთ ამბებს ბიზნესზე და ეკონომიკაზე. მე ანა ლაპიაშვილი ვარ და სამუშაო დღეს ბოლოს მნიშვნელოვან საქმიან ამბებზე გიყვებით BMG-ის გუნდის წევრებთან ერთად. 80 მილიონიანი ინვესტიციით კომპანია ჯორჯია მეტალის ქარხანა ზესტაფონში ოფიციალურად გაიხსნა. ახალი მეტალურგიული კომპლექსი სოფელ არგვეთაში წელიწადში 400,000 ტონა არმატურის გამოშვებას, იმპორტის ჩანაცვლებას და საქონლის ექსპორტზე გატანას გეგმავს. 2025 წლის ივლისში მშენებლობის ღირებულების ინდექსი თვიურ ჭრილში 4,1%-ით გაიზარდა და წლიურად 5,6%-იანი მატება. 2025 წლის საერთაშორისო სავაჭრო ბარიერების ინდექსში საქართველოს მსოფლიოს ქვეყნებს შორის 53 ადგილზეა. ინდექსი 122 ქვეყანას მოიცავს და აფასებს რამდენად მარტივი და თავისუფალია სავაჭრო გარემო თითოეულ მათგანში. საკონტეინერო გადაზიდვები გაიაფთა. მსოფლიოს საკონტეინერო ინდექსი წლიურად 56%-ით არის შემცირებული. ეს იმას ნიშნავს, რომ 40 ფუტიანი კონტეინერის გადაზიდვის ფასი $2,104-ია. რატომ იზრდება ფასები სამედიცინო მომსახურებაზე? სამედიცინო მომსახურების ბაზრის მონიტორინგის ფარგლებში კონკურენციის სააგენტო ამ საკითხს სწავლობს. $80 მილიონიანი ინვესტიციით კომპანია ჯორჯიან მეტალის ქარხანა ოფიციალურად გაიხსნა. ახალი მეტალურგიული კომპლექსი ზესტაფონის სოფელ არგვეთაში მდებარობს და ის თანამედროვე წარმოების ხაზით წელიწადში 400,000 ტონა არმატურის გამოშვებას, იმპორტის ჩანაცვლებას და საქონლის ექსპორტზე გატანას გეგმავს. ახალი ქარხანა ირაკლი კობახიძემ და მთავრობის წევრებმა დღეს დაათვალიერეს. მეტალურგიული ქარხანა ჯორჯია მეტალი წარმატებული ქართული ინვესტიციის ნამდვილი მაგალითია, საწარმო არის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი პროფესიონალთა გუნდით და რასთავარი ევროპული სტანდარტების შესაბამისი ხარისხით უზრუნველყოფილი და ეს არის ზად იყოს კონკურენტნაირიანი არა მხოლოდ ადგილობრივი, არამედ საერთაშორისო ბაზრებზეც. ქარხნის მასშტაბი მართლაც შთამბეჭდავია, ჩვენ დღეს გვქონდა ქარხნის ათვალიერების შესაძლებლობა, მისი წლიური წარმატება არის 400,000 ტონა არმატურა, რაც მას უკვე აქცევს ქვეყნის ერთ-ერთ უმსხვილეს ინდუსტრიულ ობიექტად. ირაკლი კობახიძის თქმით, ავთანდილ კოჩაძისა და ზურაბ ღიბრაძის მიერ დაფუძნებულმა მეორე კომპანიამ GTM Group-მა ბოლო წლების განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტში $32 მილიონ მეტი შეიტანა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მათი საქმიანობა მაგალითია იმის, თუ როგორ შეუძლია ქართულ ბიზნესს ეროვნული მნიშვნელობის პროექტების განხორციელება. პრემიერმა მადლობა გადაუხადა პროექტის ფინანსურ პარტნიორს საქართველოს ბანკს და მის გენერალურ დირექტორს არჩილ გაჩეჩილაძეს. მისი თქმით, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა ადამიანური კაპიტალის გაძლიერება და ინფრასტრუქტურული განვითარება ახალ შესაძლებლობებს და მნიშვნელოვან სტიმულს ქმნის რეგიონის სოციალური და ეკონომიკური გაძლიერებისათვის. ბიზნეს რეესტრის მონაცემებით საწარმოს აქციონერები ბიზნესმენები ზურაბ ღიბრაძე 90%-იანი წილით და ავთანდილ კოჩაძე 10%-იანი წილით არიან. ისინი ამავდროულად ფლობენ იმერეთში არსებულ მანგანიზის გადამუშავებელ კომპანია GTM ჯგუფის წილებს. ჯორჯია მეტალი როგორც უკვე ითქვა, მინიმუმ 400,000 ტონა არმატურას გამოუშვებს ყოველ წელიწადს და იმის გათვალისწინებით, რომ არმატურა თითქმის ყოველწლიურად უმსხვილეს საიმპორტო პროდუქციათა ათეულშია, ამ ქარხნის არსებობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს უცხოური ვალუტის ქვეყნიდან გადინების შემცირებას, რადგან მოხდება სრული იმპორტ ჩანაცვლება. მოგეხსენებათ, 2020 წლიდან მსოფლიოს არ მოკლებია სხვადასხვა გლობალური კატაკლიზმები, იქნებოდა ეს პანდემია თუ ომები. მიუხედავად ამ მოვლენებისგან გამოწვეული სირთულეებისა, კომპანიის დამფუძნებლებმა გმირული თავდადებით მაინც შეძლეს დასახული მიზნის მიღწევა. ჩვენ რასაც ვხედავთ, ეს მხოლოდ პირველი ეტაპია. შემდეგი ეტაპი არის ზომების სრული დივერსიფიკაცია, გლინულად წარმოებისთვის საჭირო დანადგარების დამატება და ექსპორტის მიმართულებით გააქტიურება. ჯორჯია მეტალი 1000-მდე ადამიანის დასაქმებას გეგმავს. ქარხანა გადაადნობს შავ მეტალს და თანამედროვე წარმოების ხაზით ფოლადის არმატურას გამოუშვებს. ქარხნის მთავარი აგრეგატი ელექტროლოკალური ღუმელია, რომლის სიმძლავრეც 30 მეგავატს შეადგენს. კომპანია ასევე მეორე ღუმელის აშენებას და დადგმული სიმძლავრის გაორმაგებას გეგმავს.
7 თვის განმავლობაში არმატურის იმპორტზე დაწესებული გადასახადის მიუხედავად ქვეყანაში ნახშირბადიანი ფოლადის წნელების იგივე არმატურის შემოტანა გაზრდილია. საქსტატის 7 თვის სტატისტიკის მიხედვით ქვეყანაში 91.285.000 დოლარის ღირებულების 162.766 ტონა არმატურა შემოვიდა, მაშინ როდესაც გასული წლის ამავე პერიოდში იმპორტის ღირებულება 86.300.000 დოლარია, მოცულობა კი 150.000 ტონამდე. ანუ დაბეგურის რეჟიმში იმპორტი მცირედ 5.7%-ით, თუმცა მაინც ზრდას აჩვენებს. არმატურის მთავარი მომწოდებელი წელს თურქეთია, მაშინ როდესაც გასულ წელს საიმპორტო გადასახადის დაწესებამდე საიმპორტო ქვეყნების რეიტინგში პირველ ადგილს ირანი იკავებდა. აღსანიშნია ისიც, რომ წელს არმატურის იმპორტი ორი ქვეყნების რეიტინგში თურქეთის დაწინაურება ამ ქვეყნებიდან გადამოზიდვების გააქტიურებამ და ამავე დროს რუსეთიდან და ირანიდან იმპორტის შემცირებამ განაპირობა. საქართველოში ეს საქონელი ძირითადად 5 ქვეყნიდან შემოდის. ექსპორტს რაც შეეხება არმატურის გაყიდვების მაჩვენებელი წლების განმავლობაში მინიმალური იყო, წელს კი 7 თვის მონაცემებით კიდევ უფრო შემცირებულია. იანვარ-ივლისში საქართველოდან მხოლოდ 72.000 დოლარის ღირებულების 92 ტონა არმატურა სომხეთში გავყიდეთ. გასულ წელს კი 2.523.000 დოლარის ღირებულების 4.186 ტონა ძირითადად სომხეთშია გაყიდული, მცირე მოცულობა აზერბაიჯანში გავიდა ასევე ექსპორტზე. ფინანსთა სამინისტრომ წელს არმატურის იმპორტზე ახალი გადასახადი დააწესა და 1 ტონის იმპორტზე მოსაკრებელი 420 ლარით არის განსაზღვრული. საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნებული დადგენილების თანახმად გადასახადი 25 იანვრიდან 1 სექტემბრამდე მოქმედებდა. მთავრობის ეს გადაწყვეტილება კი გასულ წელს არმატურის იმპორტის მკვეთრ ზრდას მოჰყვა. შარშან 11 თვეში იმპორტი 67%-ით 351.571 ტონამდე გაიზარდა, ხოლო იმპორტის მოცულობა 200 მილიონი დოლარი იყო. სტატისტიკა აჩვენებს, რომ გასულ წელს არმატურის ნახევარი რუსეთიდან შემოვიდა, ირანიდან იმპორტი კი 80 მილიონ დოლარს შეადგენდა. კონკურენციის სააგენტო გასული წლიდან მოყოლებული არმატურის ბაზარზე სავარაუდო დემპინგის არსებობის საკითხს სწავლობს. ორგანიზაციას მოკვლევისათვის 1 წლიანი ვადა აქვს, თუმცა სავარაუდოდ მთავრობამ ამ ვადის დასრულებამდე ზომების მიღება და იმპორტირებული არმატურისათვის საგადასახადო ბარიერების დაწესება გადაწყვიტა, რაც ასევე სავარაუდოდ ადგილობრივი წარმოების დაცვისკენ მიმართული ქმედება იყო. საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ ბაზარზე კონკურენტული გარემოს შეფასების მიზნით სამედიცინო მომსახურების ბაზრის მონიტორინგი დაიწყო. გარდა ბაზრის ზომის წილებისა და დომინანტური მდგომარეობის შემოწმებისა, ამ მონიტორინგის ფარგლებში კონკურენციის სააგენტო ასევე შეისწავლის, რატომ იზრდება ფასები სამედიცინო მომსახურებაზე. სააგენტო საქსტატზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ 2025 წლის აგვისტოში წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით სამედიცინო მომსახურებაზე ფასები 26%-ით გაიზარდა. რა ფაქტორები იწვევს ჯანდაცვის სერვისების ინფლაციას, ელენე გოგბერაშვილი არკვევდა. სამედიცინო მომსახურების ბაზარი საქართველოს კონკურენციის სააგენტოს ყურადღების ცენტრში მოექცა. ბაზრის მონიტორინგის ფარგლებში უწყება, მათ შორის უნდა დაადგინოს, რატომ ძვირდება ქვეყანაში სამედიცინო მომსახურება. სააგენტოს ყურადღება საქსტატის მიერ მიმდინარე კვირაში გამოქვეყნებულმა ინფლაციის მაჩვენებლებმა მიიქცია, რომლის მიხედვითაც ჩანს, რომ სურსათის შემდეგ ბოლო 1 წელიწადში ფასები ყველაზე მეტად ჯანდაცვის ჯგუფში გაიზარდა. კერძოდ, თუ აგვისტოსთვის ოფიციალურ მაჩვენებლებს შევხედავთ, ბოლო 1 წელიწადში მოქალაქეებისთვის ყველაზე მეტად 26%-ით საავადმყოფოების მომსახურება გაძვირდა. ამ გაძვირებაში მაღალი წილი აქვს ზოგიერთი დასახელების მედიკამენტებზე ფასების ზრდას. გარდა ამისა, გაზრდილია როგორც ექიმთან კონსულტაციის, ისე ამბულატორიული მომსახურების ღირებულებაც. საქართველოს ჯანდაცვის ასოციაციის ხელმძღვანელი სამედიცინო მომსახურების გაძვირებას რამდენიმე ფაქტორით ხსნის. ვაია მახარაშვილი იმასაც განმარტავს, რომ ამ ზრდაში წამყვანი ვერ იქნება ის სტაციონალური სერვისები, რომელსაც სახელმწიფო აფინანსებს და ძირითადად იმ მიმართულებებს მოიცავს, რომელიც არც ერთ პროგრამაში არ მონაწილეობს და სადაც ფასი თავისუფალი საბაზრო პრინციპებით დგება. ერთი არარეზიდენტების მომსახურება, სამედიცინო ტურიზმის მიმართულება, ის სერვისები, რომელიც არ ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, არც კერძო დაზღვევის და სრულად ჯიბიდან გადახდით ფინანსდება, თავისთავადია აქაც ძალიან ესეთი თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა მუშაობს და რამდენად არჩევანზეა დამოკიდებული და ამბულატორიულ სექტორშიც იქნება ეს და ოღონდ იმ ჯგუფზე ადამიანების ერთი იმ ჯგუფზე, რომელიც არ მონაწილეობს, თქვათ, არც სადაზღვეო სქემებში, არც სახელმწიფოს დაფინანსებულ სქემებში, ან უბრალოდ არჩევანს აკეთებს და სადღაც მიდის და ჯიბიდან გადახდას აკეთებს. ამის გარდა, რა თქმა უნდა, ფაქტორი იქნება სახარჯი მასალების ფასი. რა ფასით ხდება შესყიდვა სახარჯი მასალის, მე აისახება ავტომატურად უკვე სერვისის ღირებულებაზე.
ასოციაციის ხელმძღვანელი იმასაც განმარტავს, რომ ერთ-ერთი ფაქტორი, რაც სამედიცინო სერვისების ფასებზე მოქმედებს, სამედიცინო პერსონალის ხელფასებიცაა. ამას ემატება კიდევ დამატებით თვითონ ხელფასების ნაწილი, ვიცით ჩვენ რომ მინიმალური ხელფასები სახელმწიფოს მიერ არის დარეგულირებული, ერთი ეს ფონი, იმიტომ რომ თვითონ მომსახურების სერვისი შედგება სახარჯი მასალისგან, ხელფასისგან, ხო, რო შევხედოთ და თავისთავადია რომ ამ ნაწილშიც სახელფასო პოლიტიკაც განაპირობებს, თქო, თვითღირებულების ზრდას. სამედიცინო მომსახურების ფასის შემადგენელი ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია სახარჯი მასალები და მოწყობილობები. საქსტატის მონაცემებით ჯანდაცვის ჯგუფში მხოლოდ სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობები ბოლო 1 წელიწადში 8%-ით არის გაძვირებული. იქიდან გამომდინარე, რომ ამ ნაწილში საქართველოს იმპორტ დამოკიდებულია, ბუნებრივია ფას მომწოდებელი, გაცვლითი კურსი და ტრანსპორტირების ხარჯი განსაზღვრავს. სამედიცინო აღჭურვილობის მწარმოებელთა, იმპორტიორთა და დისტრიბუტორთა ასოციაციის ინფორმაციით, ფასი სამედიცინო დანიშნულების პროდუქციასა და აპარატურაზე ყოველწლიურად იზრდება. Რაღაც 10%-ის ფარგლებში წლიურად 7, 10, 12, ხო, მუდმივად იზრდება ფასები როგორც სამედიცინო აპარატურაზე, ისე სახარჯ მასალაზე. თუმცა უნდა გამოვყოთ ესეთი მიდგომაც, რომ ერთ და იგივე სახეობის სახარჯ მასალაზე ქვეყნების და მწარმოებლების და ხარისხის მიხედვით შეიძლება მკვეთრი სხვაობა იყოს ფასებში და იქ უკვე 5 და 10% კი არა, შეიძლება 30, 40, 50 და ხანდახან 100%-იანი სხვაობაც კი იყოს. ჯანდაცვის სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ სამედიცინო სერვისებზე ფასების ზრდა სახელმწიფო პროგრამაში მონაწილე კლინიკების DRG დაფინანსების მოდელზე გადასვლასაც უკავშირდებოდეს. ქეთი ჩხატარაშვილი ამბობს, რომ ხარჯები, რასაც სახელმწიფო დაფინანსება არ ფარავს, სავარაუდოდ სხვა გზით კომპენსირდება. გამომდინარე იქიდან, რომ მედიკამენტების უმრავლესობა ნებისმიერი ტექნოლოგია, რომელიც ქვეყანაში შემოდის, ინსტრუმენტები არ ვიცი, სახარჯი მასალა, მე მგონი ბამბიდან და ბინტიდან დაწყებული ყველაფერი უმრავლესობა, აბსოლუტური უმრავლესობა, ალბათ 90% მეტ თუ არა, ტექნიკის შემთხვევაში 100% ხდება შესყიდვა ევროპაში, აზიაში, ამერიკაში, არ ვიცი სადაც გნებავთ და ისე შემოდის საქართველოში, ხო? შესაბამისად, ინვესტორი როცა ხარჯავს თანხას მსგავსი ტექნოლოგიის შესაძენად, იმანის თანხა უნდა როგორღაც აინაზღაუროს და როდესაც დამოკიდებულია საყოველთაო ჯანდაცვაზე და უნდა ვაღიაროთ, რომ უმრავლესობა ჩვენი კლინიკების ძალიან იშვიათი გამონაკლისის გარდა დამოკიდებულია საყოველთაო ჯანდაცვაზე და მის დაფინანსებას. სხვა გზა არა აქვთ. იძულებული არიან, რომ სადღაცა სხვაგან ეძებონ ეს კომპენსაციის გზები. თუ სამედიცინო სერვისები ძვირდება, ბუნებრივია ეს ჯანდაცვაზე მოსახლეობის ჯიბიდან დანახარჯების ზრდას იწვევს. იმის გათვალისწინებით, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში სამედიცინო სერვისების დიდ ნაწილს სახელმწიფო აფინანსებს, მოსახლეობის ჯიბიდან დანახარჯები ჯანდაცვაზე მაინც მაღალია. TPC კაპიტალის ჯანდაცვის სექტორის ბოლო მიმოხილვის თანახმად, რომელიც 2023 წლის შედეგებს ასახავს, ჯიბიდან გადახდების წილი საქართველოში 40% იყო, რითაც მე-10 ადგილს ვიკავებთ ევროპისა და ცენტრალური აზიის 49 ქვეყანას შორის. აღსანიშნია, რომ საქართველოს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აღემატება ევროკავშირის საშუალოს, რომელიც დაახლოებით 21%-ია. აგვისტოს მდგომარეობით საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 5 მილიარდი დოლარიდან 5 მილიარდ 200 მილიონ დოლარამდეა გაზრდილი. ეროვნული ბანკის განახლებული მონაცემებით რეზერვების მატება ეროვნული ბანკის მიერ უცხოური ვალუტის შესყიდვითაა განპირობებული და იანვარ-ივლისში ცენტრალურმა ბანკმა მილიარდ 300 მილიონი დოლარი შეიძინა, მათ შორის ყველაზე მეტი 417 მილიონი დოლარი ივლისშია შეძენილი. აგვისტოს სტატისტიკა კი 25 სექტემბერს გახდება ცნობილი. 2025 წლის აგვისტოს მდგომარეობით ოქროს წილი მთლიან საერთაშორისო სავალუტო რეზერვებში 15.1%-ია, 786 მილიონ 900.000 დოლარი. ოქროს ფასის ცვლილების შედეგად მონეტარული ოქროს ღირებულება მისი შეძენის მომენტიდან 286 მილიონ 900.000 დოლარით არის გაზრდილი. ეროვნული ბანკი ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 7 ოქტომბერს გამოაქვეყნებს.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და ვიცე-პრეზიდენტი ნინო ჯელაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის კავკასიის, ცენტრალური აზიის და მონღოლეთის რეგიონული შესაძლებლობების განვითარების ცენტრის წევრებს შეხვდნენ, რომლის დროსაც როგორც ოფიციალურ რელიზში აღნიშნული მხარეებმა საბანკო სექტორის მიმდინარე მდგომარეობა და მათ შორის საბანკო ჯგუფების კონსოლიდირების ჭრილში საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა განიხილეს. საბანკო ზედამხედველობის ბაზელის კომიტეტის და ევროკავშირის სტანდარტები და მიდგომები, რაც მნიშვნელოვანი არის ეროვნული ბანკის მარეგულირებელი ჩარჩოს შემდგომი განვითარებისათვის. სების საბანკო ჯგუფების კონსოლიდირებული ზედამხედველობის საკითხზე 2017 წლიდან ამახვილებს ყურადღებას და ეს საკითხი კიდევ უფრო აქტუალური გახდა, რადგან ქართული ბანკები აგრძელებენ ქვეყნის ფარგლებს გარეთ ოპერირებას და ტრანსსასაზღვრო საქმიანობის დივერსიფიკაციას აღნიშნავს ეროვნული ბანკი გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. IMF-მა საქართველოს ეკონომიკის შესახებ ბოლო განახლება კი ამ წლის ივლისში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც წელს ეკონომიკა 7.2%-ით გაიზრდება. მიმოხილვაში ფონდის სტრუქტურული რეფორმების განხორციელების, მათ შორის სახელმწიფო საწარმოების რეფორმის გაგრძელების აუცილებლობაზე მიუთითებდა. მიკროსაფინანსო სექტორმა 2025 წლის პირველი ნახევარი 70.600.000-ის წმინდა მოგებით დახურა და წლიურად წმინდა მოგება 3.700.000-დან 5.5%-ით ზრდას აჩვენებს. იმის მიუხედავად, რომ სექტორი წელს ორმა მსხვილმა მოთამაშემ დატოვა, მომგებიანობის მაჩვენებლები მომატებულია. მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციის თავმჯდომარე გვეუბნება, რომ 15%-ით შემცირდა საკრედიტო პორტფელი, თუმცა სექტორში დადებითი ტენდენციებია. ნინო დევდარიანის შეფასებით, ამას ისიც ემატება, რომ რისკები პარამეტრები სექტორში კვლავ ძალიან დაბალია. ლევანდელი ზრდის ტემპი მიკროსაფინანსო იმ 29 ორგანიზაციის, რომელიც დღეს ძალიან წარმოდგენილები ბაზარზე, იყო საკმაოდ კარგი და გაუმჯობესებული წინა წლებთან მიმართებაში. და პრინციპში აი ეს დეკემბრის მონაცემებიდან, რომ ამოვიღოთ მიკრობანკების წილობრივი ნაწილი, წმინდა 29 მისოს, ასე ვთქვათ, გაწლივრებულმა ზრდის ტემპმა დაახლოებით 30% შეადგინა, ეს რო შევადაროთ, ვთქვათ, წინა წლების ზრდას, მაშინ როდესაც იყო დაახლოებით 15-16%, ლევანდელი ზრდის ტემპი ნამდვილად, ასე ვთქვათ, კარგია, გაზრდილია სექტორის გარკვეულწილად მომგებიანობის მაჩვენებლებიც. აქაც უნდა ვთქვათ, რომ არის გაუმჯობესება, პრინციპში უკუგება კაპიტალზე 6 თვის მონაცემებით არის დაახლოებით 19.9%. თუ მანამდე ჩვენ უყურებთ დაახლოებით 17.9%-იან ასე ვთქვათ უგუგებას კაპიტალზე, რა თქმა უნდა, ეს არის დადებითი ტენდენცია სექტორისთვის. თუმცა აქაც ყოველთვის აღნიშნავ ხოლმე, რა თქმა უნდა, ეს მომგებიანობა ვერ ეწევა და ასე ვთქვათ, არ არის შესაძარისი საბანკო სექტორის მომგებიანობასთან, რომელიც 25-28%-ს აკეთებს, ასე ვთქვათ, იგივე კაპიტალთან უკუგების ნაწილში. კითხვაზე რა ტენდენციებია საპროცენტო განაკვეთთან მიმართებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სექტორში დარგობრივი ასოციაციის თავმჯდომარე გვპასუხობს, რომ ამ კუთხით მდგომარეობა მისოების ბაზარზე განსხვავებულია. ამბობს, რომ საოპერაციო დანახარჯი თითოეულ გაცემულ სესხთან მიმართებაში კლებას აჩვენებს და საპროცენტო ხარჯების ნაწილიც კლებადია. შესაბამისად, სექტორს აქვს შესაძლებლობა მომხმარებლებს უფრო მეტად იაფი და კონკურენტული პროდუქტების შესთავაზონ. ბოლო, ასე ვთქვათ, 5 წელია ჩვენ უყურებთ წლიდან წლამდე დაბანდების, ასე ვთქვათ, შემცირებას. ეს არის გაცემული სესხების, ასე ვთქვათ, შემოსავლიანობა პორტფელზე, ხო? თუ მაგალითად წინა წელი მიკროსაფინანსო სექტორმა დაახურა დაახლოებით 24-25%-იანი, ასე ვთქვათ, დაბანდებით, 25 წელს ეს უკვე 23%-ია შემცირებული და მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, კლება არის იმის ფონზე, რომ პრინციპში სხვა ხარჯვითი ნაწილის გაუმჯობესება ისე მნიშვნელოვნად არ მოხდარა სექტორში, მიუხედავად, ასე ვთქვათ, ამ ტენდენციებისა, ხო? თუმცა ეს მიმართულებებიც შეიმჩნევა, რაც გარკვეულწილად მიუთითებს სექტორის ეფექტურობის ზრდაზე. კერძოდ, მაგალითად, საოპერაციო ხარჯების დანახარჯების ოდენობა თითოეულ გაცემულ სესხთან მიმართებაში ეს კლებადი ტენდენციითაა და საპროცენტო ხარჯების ნაწილიც, რაც ვფიქრობ, რომ პირველ რიგში მთავარი წინაპირობაა საიმისოთ, რომ სექტორს კიდევ უფრო მეტი რესურსი ჰქონდეს, რომ კიდევ უფრო მეტად გაიაფოს სესხი, გახდეს უფრო კონკურენტული. მშენებლობა 5.6%-ით გაზრდა. საქსტატის ინფორმაციით 2025 წლის ივლისში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 4.1%-ით არის გაზრდილი, ხოლო გასულ თვესთან შედარებით 5.6%-ით ზრდა. კერძოდ, მათ შორის საცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით 1.6%-ით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 7.8%-ითაა მომატებული. არასაცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი კი წინა თვესთან შედარებით შემცირდა 3%-ით,
ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ზრდა 6.7%-ია. სამოქალაქო სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით 9% არის გაზრდილი, ხოლო გასული წლის შესაბამის თვესთან შედარებით 3%-ით. საქსტატის ინფორმაციით, ინდექსის ზრდა უმეტესწილად მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 22.5%-იანი ზრდით იყო გამოწვეული და სამშენებლო მასალების 1.5%-იანი გაძვირებით. საქართველოს სავაჭრო ბარიერების ინდექსში 53 ადგილამდე ჩამოქვეთ და ინდექსი 122 ქვეყანას მოიცავს და აფასებს რამდენად მარტივი და თავისუფალია სავაჭრო გარემო თითოეულ მათგანში. ანგარიში ამერიკული კვლევითი ცენტრის Tholos Foundation-ის მხარდაჭერით არის მომზადებული და ის ეფუძნება სხვადასხვა კრიტერიუმის მიმართ ქვეყნების შესახებ ავტორიტეტული წყაროების OECD-ის და WTO-ს, მსოფლიო ბანკის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მომზადებულ შეფასებებს. ინდექსში საქართველოს პოზიცია მცირედით გაუარესებულია, რადგან წინა ანგარიში, რომელიც 2023 წელს გამოქვეყნდა, ქვეყანა მე-40 პოზიციაზე იყო. ანგარიში არ არის განმარტებული უშუალოდ რა ცვლილებების გამო ჩამოქვეითდა ქვეყანა ინდექსში. ეს ინდექსი შედგება 4 ძირითადი სვეტისგან, ესენი არის ტარიფები, არასატარიფო ბარიერები, სერვისების შეზღუდვები და ვაჭრობის ფასილიტაცია. რეიტინგში მოწინავე პოზიციებს ჰონკონგი, სინგაპური და ისრაელი იკავებენ. საქართველოს მეზობელი ქვეყნების პოზიციებით თუ ვიმსჯელოთ, რეგიონში სავაჭრო ღიაობით საქართველო კვლავ პირველ პოზიციაზეა. საქართველოს რუმინეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის დიდი პოტენციალია. ამის შესახებ საქართველოში რუმინეთის ელჩმა რაზვან როტუნდუმ საქართველოს რუმინეთის ბიზნეს წრეების შეხვედრის ფარგლებში განაცხადა, რომელიც ევროკავშირის საქართველოს ბიზნეს საბჭოს და საქართველოს რუმინეთის სავაჭრო პალატის თანაორგანიზებით მრგვალი მაგიდის ფორმატში გაიმართა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ პოტენციალია როგორც ექსპორტ-იმპორტის, ისე საბორნე მიმოსვლის კიდევ უფრო განვითარების მიმართულებით. ითქვა, რომ რამდენიმე რუმინული კომპანია საქართველოში ინვესტირებით და თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში საწარმოს დაფუძნებით არიან დაინტერესებულები. რა პოტენციალია ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გასაღრმავებლად? დეტალებზე ნუცე შუბაშვილი ისაუბრებს. საქართველოსა და რუმინეთს შორის ყველაზე მჭიდრო ეკონომიკური კავშირი ამ დროისთვის სატრანსპორტო სფეროშია, კერძოდ საბორნე გადაზიდვების მიმართულებით. უკვე 2 წელია, რაც ფოთსა და კონსტანცას პორტებს შორის საბორნე მიმოსვლა დაიწყო, რამაც საქართველოს უფრო მეტად დააკავშირა ევროპასთან. როგორც კომპანია E60 Shipping Line-ში აცხადებენ, მხოლოდ წელს საბორნე გადაზიდვების მოცულობამ 100,000 ტონას გადააჭარბა და აქედან ძირითადი ტვირთები ტრანზიტულია. როგორც საქართველოს რუმინეთის ბიზნეს წრეების შეხვედრის მონაწილეები, მათ შორის საქართველოში რუმინეთის ელჩი რაზვან როტუნდუ აღნიშნავდა, ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის დიდი პოტენციალია, როგორც ვაჭრობის, ასევე სატრანსპორტო სფეროში. კიდევ ერთი მიმართულება, სადაც ამჯერად საქართველო და რუმინეთი თანამშრომლობენ, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტია. რუმინეთი და საქართველო შავი ზღვისპირა მეზობელი ქვეყნები, ამიტომ პოტენციალი უზარმაზარია. ვფიქრობ, კულტურასა და მენტალიტეტში მსგავსება რაც ასევე ძალიან გვეხმარება. ვფიქრობ, ბიზნეს სექტორებს შორის მეტი კონტაქტია საჭირო. 2 წელიწადია, რაც ფოთის პორტსა და კონსტანცას შორის ბორანი მუშაობს და ეს პოტენციალი კვლავ საჭიროებს გამოყენებას. რაც შეეხება წყალქვეშა ენერგო კაბელის პროექტს, ეს გრძელვადიანი პროექტია, რომელიც მოითხოვს მთავრობის ჩართულობას და ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ თანამშრომლობა. საქართველოსთან იქნება ენერგეტიკული ჰაბი, რომელიც გააძლიერებს ჩვენს ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას. ჩვენი ხაზი არის საუკეთესო კავშირი საქართველოს და ევროპას შორის, შესაბამისად ძალიან შევამცირეთ ჩვენ დრო თუ რა დროის მანძილზე შეუვლიათ რომ ტვირთები დაუკავშირდნენ, ასე რომ ვთქვათ, ევროპას, ხელი შეუწყეთ ტრანზიტული გადაზიდვების მიმოსვლას და შესაბამისად ჩვენ როგორც ხაზი ვფიქრობთ სხვადასხვა ქვეყნებში განვითარებაზე და ახალი ხაზების გაკეთებას, მაგრამ ამ ეტაპზე როგორც ჩანს და ჩვენი უახლოესი სტრატეგიაც ეგეთი იქნება, რომ რუმინეთი დარჩება ჩვენი ძირითადი, ასე რომ ვთქვათ, მიმართულება. რუმინეთს ისევე როგორც ბულგარეთს განვიხილავთ როგორც პირდაპირ ხიდს ევროპისკენ. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაიწყო უკვე საბორნე მიმოსვლა პირდაპირ ფოთი კონსტანცა რუმინეთის მიმართულებით. გარდა ამისა, არის მნიშვნელოვანი, რომ ეს მიმართულება შეამცირებს რიგებს
საქართველო-თურქეთის საზღვარზე. მომავალში ძალიან პერსპექტიული უნდა იყოს წესით საწყობის გაკეთება რუმინეთში ქართული ექსპორტიორებისთვის, რაც რა თქმა უნდა გაამარტივებს მათთვის ევროკავშირის ქვეყნებში შესვლის შესაძლებლობას. რაც შეეხება რუმინეთს საქართველოს შორის სავაჭრო კავშირებს, წელს 7 თვეში ამ მაჩვენებელმა 199 მილიონ დოლარს მიაღწია. 2024 წელს კი ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა ჯამურად 247 მილიონი დოლარი იყო. აქედან დიდი ნაწილი იმპორტზე მოდის, მათ შორის ნავთობპროდუქტების იმპორტზე. როგორც ბიზნესის წარმომადგენლები აცხადებენ, მათ ინტერესი აქვთ, რომ საკუთარი პროდუქცია რუმინეთში გაიტანონ ექსპორტზე, თუმცა ბიზნესი ამბობს იმასაც, რომ ამისთვის მნიშვნელოვანია სატრანსპორტო კავშირების გაძლიერება და პირდაპირ ავიამიმოსვლის გააქტიურება. რაც შეეხება ინვესტიციებს, რუმინეთიდან პირდაპირ უცხოური ინვესტიციების მოცულობა მცირეა და გასულ წელს ამ ქვეყნიდან საქართველოში მხოლოდ 9 მილიონი დოლარის მოცულობის ინვესტიცია შემოვიდა. რუმინული ბიზნეს გაერთიანების ხელმძღვანელი აცხადებს, რომ რამდენიმე რუმინული კომპანია მიუხედავად საქართველოში არსებული დაძაბული პოლიტიკური ვითარებისა, ჩვენს ქვეყანაში ინვესტირებითაა დაინტერესებული. სამწუხაროდ ჩვენ ვიცით, რომ პოლიტიკური თვალსაზრისით ეს პერიოდი საუკეთესო არ არის. რა თქმა უნდა, ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს მომავალში უკეთესი პოლიტიკური მდგომარეობა გვექნება, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ეს ხელს არ შეუშლის რუმინულ კომპანიებს საქართველოში ბიზნესის დაწყებასა და კეთებაში. რუმინეთსა და საქართველოს შორის ბიზნეს ურთიერთობები ბოლო 1 წლის განმავლობაში გარკვეულწილად გაიზარდა, მაგრამ როგორც დღეს ვნახეთ, დიდი პოტენციალი და შესაძლებლობები არსებობს, რათა უფრო სწრაფად და ეფექტურად განვითარდეთ. უკვე ვიცით, რომ ორ რუმინულ კომპანიას სურს საქართველოში ინვესტიციების ჩადება, განსაკუთრებით თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ტერიტორიაზე. ისინი დაინტერესებულნი არიან იქ არსებული პირობებით და ამ შესაძლებლობებს ქართულ კოლეგებთან განიხილავენ. ჩვენი კომპანიაც დაინტერესებულია რუმინეთში პროდუქციის იმპორტით და ექსპორტით და იქ ჩვენი ბიზნესის განვითარებით პირდაპირ ფრენებიც კი არ არის ჩვენ ქვეყნებს შორის, ხო, საქართველოს და რუმინეთს შორის. ეს არის პრობლემა, მეზობელი ქვეყნები ვართ და პირდაპირ ფრენები არ გვაქვს. ხო, ძალიან მნიშვნელოვანია მე ელჩს დაუსვი კიდევაც ეს შეკითხვა და სამწუხაროდ ჯერჯერობით არ იგეგმება. იგივე შეკითხვას მე ჩვენს თქვა ეკონომიკის სამინისტროსაც დაუსვამდით, თუ იქნება საშუალება, რომ ხო არ მიდის მუშაობა ამაზე, იმიტომ რომ თუ იქნება პირდაპირ ფრენები, მე ტურიზმიც განვითარდება, ურთიერთობები ბიზნეს კავშირები გამრავლდება. ევროკავშირის საქართველოს ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა იმ გარემოებასაც, რომ საქართველოს როლი სხვადასხვა რეგიონული პროექტის ჭრილში შემცირებულია. ამასთან აქცენტი გაკეთდა შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობის შენარჩუნების აუცილებლობაზე. ყველა ის ურთიერთობა, რომელიც მოიცავს შავი ზღვის მეშვეობით ევროპულ სივრცესთან დაახლოებას, არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. მე ურჩევდი მმართველ პარტიას, რომ მიფიქროს აი ამ თემებზე, ვინაიდან შუა კორიდორი, რომელიც ასევე ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და დღეს ერთგვარ რაღაც რემისიის პირობებშია და ჩვენი მხრიდან, ქართველების მხრიდან და საერთოდ კონტექსტიდან ამოვარდით ყველა ამ შემთხვევაში მნიშვნელოვან პროექტში, იქნებ როგორმე დავიბრუნოთ. იმიტომ რომ ეს არის შეუქცევადი პროცესი. ამის მიტოვება ამ პროცესის, რაც ნიშნავს, რომ პრაქტიკულად საქართველოს რეგიონშიც უკვე რაღაც მეორე ამ შემთხვევაში ტიპის რაღაც მეორე რიგის მნიშვნელობის ქვეყანა ხდება, ეს არის ჩვენთვის კატასტროფულად მძიმე. შუა დერეფანი ასე თუ ისე დღეს ძალიან აქტუალურია და ძალიან აქტიურია. არის იქნება რაღაცა ჯგუფები, იქნება რაღაც კავშირები, იქნება ორგანიზაციები, რომლებიც მსჯელობენ რაღაცა სხვა მიმართულებაზე, თქვათ იქ სამხრეთი, იქ ზანგეზურის და ასე შემდეგ, იქ რუსეთიც რაღაცას ცდილობს, მაგრამ მაინც ამ მიმართულებაზე შუა აზიისა და ჩინეთის მაკავშირებლად დღეს მაინც მოიაზრება ჩვენი კორიდორი. რაც შეეხება რუმინეთიდან ტურისტულ ნაკადებს, ამ მიმართულებითაც რიცხვები უმნიშვნელოა, თუმცა წელს ზრდა დაფიქსირდა. მიმდინარე წლის 6 თვეში ამ ევროპული ქვეყნიდან 3860 ვიზიტორი შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6.7%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. გასულ წელს კი რუმინეთიდან საქართველოში ჯამში 8246 ვიზიტორი შემოვიდა. კომპანია Black Energy, რომელიც 2018 წლიდან საქართველოში ნავთობის და გაზის მოძებნამოპოვებაზე მუშაობს, განმარტავს, რომ წარმატებით დაასრულეს CO2-ის საწყისი ინექცია ნახშირბადის დაჭერის და შენახვის პროექტის ფარგლებში. 7 თვეში საქართველომ 236 მილიონ 500 დოლარის ღირებულების გაზი იყიდა. წლიურ ჭრილში იმპორტი 7%-ით არის დაახლოებით გაზრდილი.
მუნიციპალური განვითარების ფონდმა ახალი სტადიონის აშენებისთვის თბილისში მიწის ექსპროპრიაციის უფლება მიიღო. იძულების წესით მიწის გამოსყიდვა 540 კვადრატული მეტრის ნაკვეთს ეხება. ნოე-ჯორდანიას სახელობის სანაპიროსა და კოსტახეთაგუროვის ქუჩის კვეთაზე სატრანსპორტო კვანძის მოწყობა დასრულებულია, რისთვისაც 3 მილიონი ლარია დახარჯული. ეკონომიკის სამინისტრომ სომხეთთან დამაკავშირებელი რუსთავის ადახლოს და რუსთავი წითელი ხიდის მაგისტრალის მშენებლობისთვის მიწების დამატებითი ექსპროპრიაცია გამოაცხადა. ევროპის 42-ე საკალათბურთო ჩემპიონატის ევრობასკეტ 2025-ის საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების საგულშემატკივრად სპეციალური ჩარტერული რეისები დაენიშნა. რეისებს 7 და 8 სექტემბერს აირზენა შეასრულებს. 2025 წლის 7 თვეში საქართველო 236.9 მილიონი დოლარის ღირებულების გაზი იყიდა. წლეულ ჯილში იმპორტი თითქმის 7%-ით არის გაზრდილი. გაზის ორი მომწოდებელი აზერბაიჯანი და რუსეთია საქართველოსთვის მთავარი. სწორედ ამ ორი ქვეყნიდან იმპორტირებულ გაზს მოიხმარს ქვეყანა და იანვარ-ივლისში წელს აზერბაიჯანულ გაზში თითქმის 125 მილიონი დოლარი გვაქვს გადახდილი. რუსულში 111 მილიონი 600.000 დოლარი. სტატისტიკის მიხედვით წელსაც გაგრძელდა რუსეთიდან იმპორტის ზრდა, ხოლო აზერბაიჯანიდან კლების ტენდენცია. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით მზიურის მიმდებარედ თანამედროვე სპორტული ინფრასტრუქტურა აშენდება. ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სპორტის აკადემია 2025-ს 20 წლიანი აღნაგობის უფლებით გადასცა ბავშვთა ქალაქ მზიურის მიმდებარედ არსებული 11.650 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი. მეწარმეთა რეესტრის მიხედვით შეპეს სპორტის აკადემია 2025 მიმდინარე წლის 20 ივლისს დარეგისტრირდა და მისი დირექტორი და მფლობელი ბერდია ბანძალაძეა. ამ პირობებით ინვესტორი უძრავ ქონებაზე სპორტული ინფრასტრუქტურის შესაქმნელად არანაკლებ 2 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს. ტერიტორიაზე ღია და დახურული ხელოვნურ-საფარიანი სპორტული მოედნები, პადელის კორტები და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურა უნდა მოეწყოს. ეკონომიკის სამინისტრო მუნიციპალური განვითარების ფონდს თბილისში აეროპორტის გადასახოვთან მიწის ექსპროპრიაციის უფლება მიანიჭა. მაცნეზე გამოქვეყნებული ბრძანებით იძულების წესით მიწის გამოსყიდვა 540 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთს ეხება. ამავე დოკუმენტით პროექტი აუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროებად ჩაითვალა, რის საფუძველზეც კომპანიას კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების ნაწილობრივი ჩამორთმევა შეუძლია. მთავრობამ 70.000 მაყურებელზე გათვლილი ახალი სტადიონის აშენებისთვის 876 მილიონი ლარის ღირებულების საერთაშორისო ტენდერი უკვე გამოაცხადა. ევროპის 42-ე საკალათბურთო ჩემპიონატის ევრობასკეტ 2025-ის საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების საგულშემატკივრად სპეციალური ჩარტერული რეისები დაინიშნა, რომელიც ბიუჯეტიდან დასუბსიდირდება. აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, მთავრობის ინიციატივით რეისებს 7 და 8 სექტემბერს ავიაკომპანია აირზენა შეასრულებს. აეროპორტების გაერთიანების მიერ სუბსიდირებული რეისები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რიგის მიმართულებით 7 სექტემბერს დილის 7 საათზე შესრულდება, ხოლო უკან საქართველოში გულშემატკივრები 8-ში დაბრუნდებიან. აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, სუბსიდირებული რეისი საქართველოსა და საფრანგეთის ეროვნული საკალათბურთო ნაკრებების თამაშზეა მორგებული, რომელიც 7-ში თბილისის დროით 16 საათსა და 15 წუთზე გაიმართება. ლატვიის დედაქალაქში სუბსიდირებული რეისით გაფრენის შესაძლებლობა იმ მგზავრებს ექნებათ, რომლებიც რიგაში გაფრენამდე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ევრობასკეტ 2025-ის გასამართ თამაშზე დასასწრები ბილეთის წარდგენა შეძლებენ. და მეულოცო ჩვენს ნაკრებს ერთფინალში გასვლა, ეს არის რა თქმა უნდა ძალიან დიდი წარმატება. ევროპის 16 გუნდს შორის მოხდა ჩვენი საკალათბურთო ნაკრები და თითოეულ კალათბურთელს მინდა მადლობა გადაუხადოთ თავდადებისთვის, არც ერთ თამაში მათ თავი არ დაუზოგავთ და მინდა ერთფინალში წარმატებები უსურვო. რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია ქართული გულშემატკივარი იყოს სათანადო წარმოდგენილი რიგაში თამაშებზე და შესაბამისად ამისათვის მთავრობამ უზრუნველყო ჩარტერების სუბსიდირება და 195 ევრო იქნება ერთი რეისის პასი და გულშემატკივრებს შეეძლებათ რიგაში თამაში დასწრება. წინანდალში შემოდგომა წელსაც და მე-7
მუსიკის ფესტივალთან ერთად დაიწყო. 4-14 სექტემბრის შუალედში ისტორიული წინანდლის მამულებში მუსიკის მოყვარულებს პან-კავკასიურ ახალგაზრდულ ორკესტრთან ერთად მსოფლიოს წამყვან მუსიკოსებს, გამოჩენილ დირიჟორებს და სოლისტებს მასპინძლობენ. სეზონი პან-კავკასიურმა ახალგაზრდულმა ორკესტრმა ფესტივალის მხატვრული ხელმძღვანელის ჯანანდრეა ნოზედასთან და პიანისტ ბეჰზოდ აბდურაიმოვთან ერთად გახსნა, რომელსაც მშობლიურ მხარეში იკა მეგუთნიშვილი დაესწრო. ჭავჭავაძეების ისტორიულ მამულში განსხვავებული შემოდგომა მეშვიდედ დგება. წელსაც აქაური ღვინოსავით მსუყე ქარვისფერი ნოტებით სავსე. 7 წლის წინ იქცა ეს ადგილი იმ ამბების მემატიანედ, რომელიც კლასიკური მუსიკის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში გამორჩეულ თავებად იწერება და ასე იქმნება წარსული და მომავლის მემკვიდრეობა. ისტორია გრძელდება. უკვე მეშვიდედ სილქნეტმა დიდი რაფსოდია წინანდლის ფესტივალი წარადგინა. შემოდგომის მთავარი სიმფონიის პირველი აკორდი 4 სექტემბერს ფესტივალის მთავარმა სავიზიტო ბარათმა პან-კავკასიურმა ორკესტრმა დასვა მაესტრო ჯანანდრეა ნოზედას დირიჟორობით. სოლისტ ბეჰზოდ აბდურაიმოვთან ერთად ამფითეატრში შეკრებილ ასობით ადამიანს 11 დღიანი მუსიკალური ჯადოსნობის დაწყება ჩაიკოვსკის პირველი კონცერტი დაუწყეს. ეს კულმინაცია კი მეხუთე სიმფონიაში აკუმულირებული შოსტაკოვიჩის უკვდავი ნოტები იყო. ეს წინანდლის ფესტივალის მეშვიდე სეზონის საუკეთესო დასაწყისი იყო. ორკესტრმა ბრწყინვალე შესრულება შემოგთავაზა. ძალიან კმაყოფილი ვარ როგორც ინდივიდუალური შემსრულებლების, ისე მთელი შემადგენლობის. ვფიქრობ, რომ ჩვენ ასეც უნდა გავაგრძელოთ, რადგან ძალიან მაღალი სტანდარტი გვაქვს დაწესებული. დღეს შედგა ფანტასტიკური საღამო. აი არ ველოდით რაღაც მომენტში რომ შეიძლება და ესეთი საოცრება ყოფილიყო მართლა, იმიტომ რომ თითოეულმა მუსიკოსმა თავისი აი რა ვიცი, მაქსიმუმი ჩადო ამ ყველაფერში და ჩემი აზრით გამოგვივიდა. წინანდლის ტრადიციად ქცეული ფესტივალის ხავერდოვანი დღეები მსოფლიო ვარსკვლავთმცვენით 14 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება და ამ პერიოდის განმავლობაში ისტორიული მამული 21 დაუვიწყარ დღის და საღამოს კონცერტებს უმასპინძლებს, სადაც ქართველი და უცხოელი ვირტუოზები ექსპრესიული ლირიკით, ბგერის უნიკალურობითა თუ სრულყოფილი მუსიკალურობით ამფითეატრში შეკრებილ ასობით მსმენელს მოაჯადოვებენ და ყველა სტუმრისთვის თავარ მასპინძლად კლასიკურ მუსიკას აქცევენ. ამაყი გვინდა დავაანონსოთ, რომ ჩვენ ვიწყებთ ახალ საკონცერტო დარბაზს, ეს არის 1200 კაციანი საკონცერტო დარბაზი. ამ პროექტს აკეთებს ძალიან ცნობილი ვარსკვლავი არქიტექტორი კენგო კუმა და მისი ბიურო და ეს არის ჩვენთვის ძალიან დიდი პატივი, როგორც მოგეხსენებათ, ინგო მაუერთან ერთად ვიმუშავებთ ეს დარბაზები. მასთან ერთად გავაკეთეთ, ეს გრძელდება და ესეთივე ძალიან დიდი სახელი გააკეთებს ეს ჩვენ წინანდლის მამულებს კიდევ უფრო გაალამაზებს. ეს ყველაფერი იმით დაიწყო 7 წლის წინ, როდესაც სილკნეტმა ასე ვთქვათ მფარველობა გაგვიწია და მე ვეძახი მფარველ ანგელოზებს, ასე ვთქვათ, ასეთ კომპანიებს, რომლებმაც პასუხისმგებლობა აიღო ქვეყნის წინაშე, მაყურებელის წინაშე და კლასიკური მუსიკის განვითარების წინაშე. წინანდლის ფესტივალის მუსიკალურ პალიტრაზე წელს ახალ ფერს იერუსალიმის სიმებიანი კვარტეტი შემატებს. სუხიშვილების ეროვნული ბალეტი კი ტრადიციულად ქართულ ელემენტს საერთაშორისო ფესტივალის ნაწილად აქცევს. არც ქართველი კლასიკური მუსიკის სუპერ ვარსკვლავების გარეშე ჩაივლის ეს თავგადასავალი. მუსიკალურ ჯადოქრობას ისტორიულ სავანეში გიორგი გიგაშვილი და ცოტნე ზედგინიძე დაატრიალებენ. ისევე როგორც ფესტივალთან ერთად დაბადებული და მისი განუყოფელი ნაწილი პან-კავკასიური ორკესტრი. 8 ქვეყნიდან გაერთიანებული მუსიკოსებით ორკესტრი მსოფლიოში აღიარებულ დირიჟორებთან და სოლისტებთან ერთად რამდენიმე კონცერტს გამართავს და ამ კედლებში ახალ მუსიკალურ ისტორიას დაწერს. ამ მუსიკალური ფესტივალის მნიშვნელობაში ეჭვი არასდროს შემპარვია, განსაკუთრებით ახლა, როდესაც მსოფლიოში დაძაბული ვითარება. ორმაგად დარწმუნებული ვარ, რომ სწორ საქმეს ვაკეთებთ. წინანდლის ფესტივალი თვალჩვენებს საზოგადოებას, რომ მსოფლიო სრულად განსხვავებული შეიძლება იყოს. სცენაზე მუსიკოსები ისეთი ქვეყნებიდან ყავს, რომელთა მმართველებიც ერთმანეთს არ ელაპარაკებიან. ჩვენ კი სცენაზე ლეგენდარული მუსიკოსები ყავს, რომლებიც კარგ მუსიკას ქმნიან, იღიმიან. ეს ახლა ისეთი მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს. ძალიან მნიშვნელოვანია ეს კოლაბორაცია
კოლაბორაცია სხვადასხვა ქვეყნის სუპერვარსკვლავების, ახალგაზრდების სუპერვარსკვლავების, რომლებიც წარმოშობით არიან სხვადასხვა ქვეყნიდან და აქ იკრიბებიან და აქ იწყებენ პირველად მუშაობას კამერულ ნაწარმოებებზე და ამას აგვირგვინებს იერუსალიმის კვარტეტი, რომელიც პირველად არის. იერუსალიმის კვარტეტი არის ერთ-ერთი საუკეთესო კვარტეტი. წინანდლის სავანეში ფესტივალის მე-7 სეზონის საბოლოო აკორდს გება პაბლო ფერანტესი და პან კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი დანიელ ბლენდარფის დირიჟორობით დასვამს და 11 დღიანი მუსიკალური ზღაპრის მორიგი თავიც. სწორედ აქ დასრულდება. მომავალ შემოდგომაზე კი სილქნეტის მხარდაჭერით დაფუძნებული საერთაშორისო ფესტივალი კიდევ ერთხელ მონიშნავს წინანდალს. მსოფლიო კლასიკური მუსიკის რუკაზე და კიდევ ერთხელ გარდაქმნის ოვაციებად იმ შთაბეჭდილებებს, რომელსაც აქაურობის ყველა სტუმარი უკან აუცილებლად წაიღებს. ამკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე საპატიმრო დატოვეს. მიხეილ ყაველაშვილის Facebook გვერდზე გავრცელებული ოფიციალური განცხადება მიუთითებს, რომ იმისთვის, რომ არავის დარჩეს, იმის თქმის საბაბიც კი, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შეზღუდული კონკურენტუნარიანობის პირობებში ტარდება, არჩევნებში მონაწილე პარტიის ლიდერების შეწყალების გადაწყვეტილება აქვს მას მიღებული. მიხეილ ყაველაშვილის გადაწყვეტილებას თავად შეწყალებული ხაზარაძე და ჯაფარიძე რუსულ გადაწყვეტილებას უწოდებენ და ციხიდან გამოსვლის შემდეგ მედიასთან კითხვებზე პასუხისას თქვეს, რომ არჩევნების ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციის ნაწილის მოწოდების მიუხედავად უარი თქვან არჩევნებში მონაწილეობაზე, პარტია პოზიციას არ შეიცვლის და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვება შეეცდებიან. მე და ბადრი ჯაფარიძის დღეს გამოშვება, რომელსაც აბსოლუტურად არ ველოდებოდით და ჩვენ აქ 8 თვიან, ესე ვთქვათ, ვადის ამოწურვას ველოდებოდით, გამოგვიშვეს მხოლოდ ერთი რამის გამო, რომ მოხდეს დაპირისპირება, მოხდეს ესე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული შავი ნიაღურის და პიარის ასე ვთქვათ, გადმოსხმა, რაც არ გამოუვათ. მე ყველას პატივსცემ, მაგრამ გადაწყვეტილებას ჩვენ მივიღებთ ჩვენ დამოუკიდებლად, რომელიც არცვლით პოზიციას არჩევნებში მონაწილეობის მიღება ჩვენ მივიღეთ მაშინ, როცა უკვე ვიჯექით ციხეში. ჩვენი თხოვნის საფუძველზე არ დაუტუსაღები ვარ და ჩვენი თხოვნის საფუძველზე გაუნთავისუფლები ვართ. აქედან გამომდინარე, ეს იყო ქართული ოცნების გადაწყვეტილება, ჩვენი დატუსაღება და ჩვენი განთავისუფლება, ჩვენ 74 დღის წინ რაც ჰქონდა გადაწყვეტილება მიღებული, რის გამოც დაგვატუსაღეს, რომ არჩევნებში ამ მუნიციპალურ არჩევნებში ჩვენ მონაწილეობას ვიღებდით, რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება ჩვენ არ შეგვიცვლია, იმიტომ რომ სწორედ ამიტომ მოგათავსეთ სატუსაღოში, რომ ჩვენ ეს გადაწყვეტილება შეგვეცვალა. უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდები დუშეთის, თიანეთის, მცხეთის და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე დააკავეს. უწყებაში გამართული პრეს-კონფერენციისას განიმარტა, რომ ჩატარებული გამოძიებით ამ ეტაპზე გამოვლენილი არის, რომ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გალავანში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ჯამში 2 ჰექტარი ფართობის 2 მიწის ნაკვეთის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის, კერძოდ კი სასოფლო-სამეურნეო სტატუსიდან არასასოფლო-სამეურნეო სტატუსზე გადაყვანის ნაცვლად უცხო ქვეყნის ერთ-ერთ მოქალაქეს ქრთამის სახით 1 კვადრატულ მეტრზე $20 მოსთხოვა, საერთო ჯამში $400,000, საიდანაც მისთვის წინასწარ $100,000 უნდა გადაეცათ. გკ-ს განმარტებით, თავად იქნებოდა გარანტი, რომ ორივე მიწის ნაკვეთს შეეცვლებოდა მიზნობრივი დანიშნულება. მოქალაქემ $400,000-დან მას წინასწარ $80,000 გადაუხადა. დანაშაულებრივ ქმედებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338 მუხლის მესამე ნაწილის იქვე პუნქტით, რაც სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის იგივე ფარას წინააღმდეგ სარჩელი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში დარეგისტრირდა. სარჩელი საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ევროპული ორბიტის კანონის უზენაესობის ცენტრის სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისათვის პუბლიკას და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის მხრიდან არის შეტანილი. პუბლიკის ინფორმაციით ქართული არასამთავრობოები და მედია ორგანიზაციები, რომლებიც უცხოურ დაფინანსებას იღებენ, აცხადებენ, რომ შტატებში მოქმედი ფარა დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციების
და თავისუფალი მედიის საქმიანობას არ უპირისპირდება. ივანიშვილის ფარაკი არ ღვევს კონსტიტუციას და მიზნად ისახავს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების და მედიების გაჩუმებას, დევნას. მათ შორის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების ფორმით წერია მათ პოზიციაში. მომჩივანი ორგანიზაციები მიუთითებენ, რომ ამერიკული ფარას სტანდარტით, რომლის ასლიც არის თითქოს ეს კანონი, მათ არ ეკუთვნით ამ რეესტრში რეგისტრაცია. საქართველოში რუმინეთის ელჩი რაზვან როტუნდუ ამბობს, რომ ჯერჯერობით საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების საკითხზე შეფასებას ვერ გააკეთებს, რადგან მას არ უნახავს ოფიციალური ანგარიში, რომელიც საქართველოს მთავრობამ ბრიუსელს გაუგზავნა. BMG-ის კითხვის საპასუხოდ ის აღნიშნავს, რომ უვიზო რეჟიმი გარკვეული პირობების შესრულებას მოითხოვს და თუ წევრი ქვეყნები ჩათვლიან, რომ ეს პირობები არ სრულდება, მისი შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებენ. ახლახან გაიგზავნა ბრიუსელში და ჩვენ ჯერ არ გვინახავს საქართველოს მთავრობის ოფიციალური პასუხი ვნახეთ მხოლოდ რაც დაიწერა მედიაში გვინდა ოფიციალური დოკუმენტი ვნახოთ და გვირჩევნია მხოლოდ ამის შემდეგ ვისაუბროთ უვიზო რეჟიმს გარკვეული პოლიტიკური პირობები მოჰყვება რომლებიც უნდა შესრულდეს თუ ევროკავშირის წევრი ქვეყნების კვალიფიციური უმრავლესობა გადაწყვეტს რომ პირობები არ არის შესრულებული მაშინ უვიზო რეჟიმი შეჩერდება მაგრამ ამ ეტაპზე ჩვენ ჯერ კიდევ წინასწარი მოლაპარაკებების პროცესში ვართ. უვიზოდ გადაადგილება საქართველოს მოქალაქისთვის ეს არ არის მხოლოდ ნახეთ რაიმე ტექნიკური თქვათ საკითხი. ეს არის პირველ რიგში მორალური, ჩვენ გათანაბრებული ვართ ევროპელ პარტნიორებთან, ევროპელ მოქალაქეებთან და ყოველთვის იქნება უმნიშვნელოვანესი უპირატესობა არა მარტო ჩვენ რეგიონში, არამედ სხვა ქვეყნებთან მიმართებაშიც, ასე რომ ამის დაკარგვა არის წარმოუდგენელი. თუ მე არ ვისურვებდი რომ ეს მოხდეს და მუდმივად ვარწმუნებ ჩემ კოლეგებს, დიპლომატებს, ევროპელ პარტნიორებს, რომ სხვა მექანიზმი უნდა მოიძებნოს და რა ის რომ გაუქმდეს თქვათ უვიზო მიმოსვლა საქართველოსთან. ეს იქნება პირველ რიგში ჩვენი დავარქვათ ჩვენ მიმართ მწულად განწყობილი ქვეყნის რუსეთისთვის იქნება უდიდესი ამ შემთხვევაში საგარეო გამარჯვება თუ ჩვენ შეგვიწყდება უვიზო მიმოსვლა ევროპასთან. ამიტომ სრული პასუხისმგებლობა ამაზე ეკისრება მართლ პარტიას. ევროკომისიის პრეს-სპიკერის მარკუს ლამერტის თქმით, ბრალდებები, რომ ევროკავშირი საქართველოს ტრადიციული ოჯახური ღირებულებების გამოსჯის, არ შეესაბამება სიმართლეს. მან ამის შესახებ ბრიფინგზე ევროსკოპის რედაქტორის თამარ მუცუფიძის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. ლამერტის თქმით, ევროკავშირი საქართველოს სუვერენიტეტის მტკიცე მხარდამჭერია და საქართველოს კულტურასა და იდენტობას პატივსრულად სცემს. ადამიანის უფლებების დაცვა, ხელშეწყობა და შესრულება საქართველოს ევროკავშირის თანამშრომლობის ბირთვია. ამ ღირებულებებს და ვალდებულებებს იზიარებს როგორც საქართველოს, ისე ევროკავშირი და ამ კონტექსტში ევროკავშირი მხარს უჭერს დემოკრატიულ რეფორმებს და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვას ყველასთვის, მათ შორის ანტიდისკრიმინაციულ დაცვას. ოჯახურ ღირებულებებზე აქცენტირება ქართული ოცნების რიტორიკის ნაწილია იმ ფონზე, რომ ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ სადავო კანონი ერთ-ერთია, რომლის გაუქმებასაც ევროკავშირი ითხოვს ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე დაბრუნების პროცესში. ასეთი იყო საქმის კურსის შემაჯამებელი გამოშვება ამ დროისათვის. წინ საქმიანი საღამო გეულდებათ, რომელსაც გიორგი თოლადავა და ბექა ბაციკაძე გაუძღობიან. ჩვენ ერთმანეთს ორ შაბათს შევხვდებით BMG TV-ს ეთერში საღამოს 7 საათზე დროებით.